შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა. გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, სადაც წერია, რომ გადაწყვეტილება გომელაურმა პირადი მიზეზებით მიიღო. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურს გელა გელაძე შეცვლის. გელაძე ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე კი გელაძე ჯერ განათლების მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. ვახტანგ გომელაურმა დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, მან თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესაბამისი თხოვნით მან მოგმართა რამდენიმე დღის წინ. გასული 4 წლის განმავლობაში ბატონ ვახტანგ გომელაურს მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი რევოლუციის 4 მცდელობის აღკვეთაში. მისი დამსახურება აქ არის განსაკუთრებული და ამისათვის მას განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის. ბატონი ვახტანგი არის ღირსეული კაცი, მას მინდა უსურვო წარმატებების. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დღეს დაინიშნა ბატონი გელა გელაძე. დიდი პატივია ასევე რომ უხელმძღვანელო ამ უწყებას და ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო პარტია ქართულ ოცნებასთან კომუნიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩი დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით 22 მაისს ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობას და მეგობრობას დაუბრუნდეს, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დღევანდელ განცხადებას ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა. ივანიშვილმა დაადასტურა, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირებთან ნამდვილად შედგა საელჩოს კომუნიკაცია შეხვედრასთან დაკავშირებით. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მას პირადი შანტაჟის ფონზე ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიაჩნია. ბიძინა ივანიშვილი კვლავ გამოთქვამს იმედს, რომ ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან კონკრეტული მგზავრკვლევით განახლებაზე. ესპანელი ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორე ამბობს, რომ ევროპარლამენტს ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ევროდეპუტატმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ნაჩო სანჩეს ამორეს თქმით, სანქციების დაწესებას ისევე როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა, ორი ქვეყანა ეწინააღმდეგება, თუმცა ეს საკითხი მოგვარებადია. მისი თქმით, თუ ვეტო დაძლეული მაინც ვერ იქნება, მაშინ ევროკავშირი წევრი სახელმწიფოების სანქციების დაწესებაზე ინდივიდუალურად იმუშავებენ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის კანადას ოქროს გუმბათის ქოლგას უფასოდ შესთავაზებს, თუ ის ამერიკის შემადგენლობაში შევადა 51 შტატი გახდება. კანადას, რომელსაც ძალიან სურს ოქროს გუმბათის ნაწილი იყოს ვუთხარი, რომ ეს 61 მილიონი დოლარი ეღირება. თუ ის გააგრძელებს ცალკე ყოფნას, მაგრამ ამის ღირებულება გახდება $0, თუ ისინი 51 შტატი გახდებიან, ისინი წინადადებას განიხილავენ, დაწერა ტრამპმა. ცნობისთვის ამერიკის პრეზიდენტმა შეერთებული შტატების თავდაცვის გაძლიერების მიზნით ახალი სარაკეტო თავდაცვითი სისტემის შექმნის გეგმა დაანონსა, რომელიც ჯამში 25 მილიარდი დოლარი დაჯდება. დონალდ ტრამპს სურს, რომ ოქროს გუმბათი მისი საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე ამუშავდეს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად დასავლელი ლიდერებისგან ითხოვს წერილობით პირობას, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება შეჩერდება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი გაუქმდება. ამის შესახებ სააგენტო როიტერი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ სამ რუსულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. ნატოს გაფართოების შეჩერებისა და სანქციების შემსუბუქების გარდა, რუსეთის მოთხოვნებს შორის არის დასავლეთში რუსული გაყინული აქტივების საკითხის გადაჭრა და უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა.
პუტინი მზად არის მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად, თქვა ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც Reuters ანონიმურობის პირობით ესაუბრა. ამასთან, როგორც მედია საშუალების წყარო აღნიშნავს, თუ პუტინი გააცნობიერებს, რომ მშვიდობის მიღწევა მისი პირობებით შეუძლებელია, ის ეცდება უკრაინელებსა და ევროპელებს სამხედრო წარმატებებით აჩვენოს, რომ მშვიდობა ხვალ კიდევ უფრო მტკივნეული იქნება. თეთრმა სახლმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებში სტუდენტური ვიზების გაცემისთვის გასაუბრების დანიშვნა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა პოლიტიკო ავრცელებს. მათი ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შესაბამისი განკარგულება მთელ მსოფლიოში ამერიკის საელჩოებს უკვე გადაეგზავნათ. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უნივერსიტეტების სპეციალურად შემოღებული წესების სამიზნეში ამოიღო. განსაკუთრებით ელიტარული უნივერსიტეტები. ერთ-ერთი მათგანი ჰარვარდია, რომელსაც პოლიტიკოს აზრით ტრამპი ზედმეტად ლიბერალურად მიიჩნევს და მას კამპუსებში ანტისემიტიზმის გაძლიერებაში ადანაშაულებს. სტატიაში ნახსენები არიან პროპალესტინელი სტუდენტებიც, რომელთა მასობრივი დეპორტაციაც მოხდა. 5 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა, 6 კი დაკარგულად მიიჩნევა ჩინეთში ქიმიურ ქარხანაში მომხდარი ძლიერი აფეთქების შემდეგ. ინციდენტი შანდუნის პროვინციაში პესტიციდებისა და ფარმაცევტული პროდუქციის საწარმოში მოხდა. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურის 200-ზე მეტი თანამშრომელი გაიგზავნა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში წიგნის რომ გვახსოვდეს პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ავტორებიც ორი თაობის ჟურნალისტები მზია ჭიჭიაშვილი და ნათია მაზანაშვილი არიან. წიგნი გამოიცა ეროვნული ბიბლიოთეკის და ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმის თანადგომით. წიგნში ასახულია სოფელ წინანდლის მოსახლეობის და იმდროინდელი სოციალურ-პოლიტიკური ვითარების ამსახველი მასალები. ღონისძიებას მწერლები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ. დღეს შედგა წიგნის სახელწოდებით რომ გვახსოვდეს პრეზენტაცია და ნამდვილად უნდა გვახსოვდეს ძირძველი წინანდრელების მრავალსაუკუნოვანი ცხოვრება და მოღვაწეობა, რომლებმაც 90-იან წლებში ქვეყნის და ჩვენი სოფლის ისტორია დაწერეს. ამ წიგნში უნიკალური და ასე რომ ვთქვათ მარგალიტი მასალების დიდი ნაწილია თავმოყრილი, რომელიც არც ერთ წიგნში არ დაწერილა. ეს წიგნი იმითაც არის საყურადღებო, რომ ქართველთა და მეზობელი ჩრდილოკავკასიელების ურთიერთობა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით არის აღწერილი. მართალია 500 წლის წინ სხვა განსაზრდელების წინაშე იდგა საქართველო, 1000 წლის წინ სხვა განსაზრდელების წინაშე. დღესაც დიდი განსაზრდელების წინაშე ვდგავართ იმ ხრივ, რომ როგორც ჩვენ ვხედავთ, საზოგადოებიდან ნელ-ნელა იდევნება ეროვნული ცვლილებიერება. ეს ჩვენ თვალსწინ ხდება ეს ყველაფერი. ამიტომ ყველა ნაშრომი, რომელიც ეხება საქართველოს ისტორიას, ძალიან მნიშვნელოვანია. და ღმერთმა და უფრო და საჭიროა ეს არა ჩვენი თაობისთვის, არამედ ახალგაზრდებისთვის, რომ კარგად წაიკითხონ საქართველოს ისტორია. მე რომ აი უბრალოდ ეს ორი ადამიანი რომ მუშაობს, რომ აკეთებს კიდე მასალებს, რომ აგროვებენ, არეზარებად, ესეთი ხალხი დასაფასებელია, ნამდვილად დასაფასებელია და მე ძალიან ყოველთვის მადლობელი ვარ, რომ ეს დარჩება ისტორიას, ეს დარჩება იმ შემდეგ თაობას, ჩვენ შემდეგ თაობას, ვინც აიკითხავს და ნახავს თუ რა პერიოდები გაიარა საქართველოს. აი ნათიასთვის დადგა ის დრო, როდესაც თავისი სათქმელი უნდა თქვას. დადგა დრო, როდესაც უნდა ისაუბროს თავისი კუთხის პრობლემებზე, სირთულეებზე, იმ სახელებზე, რომელიც შეიძლება დღეს ხვალ ისტორიის საკუთრებად აღარ იყოს. სწორედ ის წიგნია, რომელიც გვახსენებს საქართველოს ისტორიის ერთ შეიძლება ითქვას ძიმე მონაკვეთს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, როგორი იყო იმდროინდელი საქართველო, რა ურთიერთობები არსებობდა და რამდენად მნიშვნელოვანი იყო კავკასიაში, კავკასიის განსაკუთრებით ამ რეგიონში, საქართველოში ურთიერთობების განმტკიცება. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის შრომა, რასაც ახალგაზრდა ავტორები ეწევიან, ნათია და მზია, იმიტომ რომ წინანდალი ეს არ არის მხოლოდ ის ისტორიული, არქიტექტურული მემკვიდრეობა, რომელსაც დღეს ჩვენ ვუყურებთ. ეს არის რა თქმა უნდა პირველ რიგში საქართველოს ცოცხალი ისტორია, ადამიანების ისტორია და ეს მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს და ანალიზის საშუალებას. ეს წიგნი ადრე საქართველოში გამოიწვა საბჭოთა პერიოდში, თუმცა აქ ხელმეორეას თვითონ რეპრინტთან გვაქვს საქმე და აქ არის კიდევ არაერთი სტატია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მხარეთმცოდნეობისთვის და ისტორიისთვის. ნათია მაზანაშვილი არის ცნობილი იმით, რომ იგი აქტიურად იკვლევს თავისი მშობლიური კუთხის ისტორიას, წინანდლის ისტორიას, ან ადრეც
დადო ძალიან ისეთი შთამბეჭდავი წიგნი. ყოველი წიგნი, რომელიც შენი ქვეყნის ისტორიის გადარჩენას ემსახურება, ეს უკვე ძალიან დიდი საგანძურია და ამთავითვე მინდა მადლობა უთხრა ამ ორ ქალბატონს. წინანდალი განსაკუთრებულ კვალს ტოვებს თითოეული პატრიოტი ქართველის და საქართველოს შვილის გულში. მე მთელი გულით მიულოცავ ნათიას ამ წარმატებას. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ჩაიარა, ძალიან საინტერესო ძვირფასი სტუმრები ესწრებოდა, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვნად მიმოიხილეს ამ წიგნის ძირითადი აქცენტები, რომელიც ეხება ჩვენს ულამაზეს, უძვირფასეს ისტორიას. როდესაც წიგნს დაწერ, უკვე ძლიერი ხარ, უკვე კარგი ხარ, უკვე გაინტერესებს რაღაცა. მით უმეტეს წერს თავის არაჩვეულებრივ სამშობლოზე, თავის ქვეყანაზე, თავის კუთხეზე. ეს ზეგავლენას ატყეს ჩვენ სამუსიკო სკოლაზედაც და ვიცი, რომ უყალოდ არაფერი არ ხდება. მადლობა ჩემო გოგონებო, აი ამ წიგნის შექმნისთვის. თქვენ აქ მოცემული გაქვთ ჩვენი სკოლის იუბილეის 30 წლის მონაცემები და მინდა გითხრათ, კიდე ბევრი გექნებათ დასაწერი, იმდენი რამ ახალი ხდება წინანდალი. წინანდალი თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული წინანდალისთვის არის ძალიან დიდი სიამაყე, იმიტომ რომ ჩვენ ისეთი წარსული გვაქვს, მაგრამ წინანდალობა ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ალბათ ის პასუხისმგებლობა ჩემო ნათია, რაც თქვენ და მზიან გააკეთეთ დღეს.